ნინო კალანდაძეა ჩვენთან სტუდიაში. მოგესალმებით ნინო, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოდით შევხედოთ ამ პრიზმიდან სამყაროს G7, იქ ვნახეთ კადრები, როგორ ესალმება რუბიო ზელენსკის როგორი მეგობრული შეხვედრა აქვს მათ და აბსოლუტურად შეცვლილი ვითარება ფრონტის ხაზზე. ლუკაშენკოს ბოდიში ამას შესანიშნავად აღწერს. დღეს ბოდიში რომ უთვლის ზელენსკის 500 სამიზნე აქვს რაც ამოღებული ჩვენს ტერიტორიაზე და ძალიან მოწყვლადები ვარ ჩვენ, ამიტომ ბოდიშიო ეს იყო აი დიაგნოზი ვის ხელშია დღეს კარტები შეიძლება ითქვას. კი, საღამოშვიდობის სოფო, მივესალმებით თქვენს მსმენელს. ხო, მე მგონი თვითონ ეს შეხვედრის კადრები რაღაც ცერემონიული ნაწილით თავისთავად ბევრის მთქმელია. მათ შორის იმის გათვალისწინებით რა კადრებიც გვახსოვს დინამიკაში, ხო, როგორ დაიწყო თქვათ ოვალურ ოთახში შეხვედრა, მე როგორ იჯაკზე გამოდევნებული რაღაცნაირი მკაცრი სიტყვათა გაცვლა და მე სრულიად სახეცვლილი ფორმატი უკვე როდესაც თუ არ ვცდები პაპის საგლოვიერო ცერემონიალზე, როდესაც შეხვდნენ პირისპირ, მას შემდეგ სხვანაირად წარიმართა უკვე ამ ორ პირს შორის ურთიერთობა და ზოგადად კონტექსტიც სრულიად განსხვავებულია. ასევე პრინციპულად განსხვავებულია სურათი ევროპის მხარეს, იმიტომ რომ როგორც არ უნდა ვუყუროთ ახლა ევროპის გამოწვევებს შიგნით თუ გარეთ, უკრაინის თემაზე არის აბსოლუტური კონსენსუსი და კონსენსუსი არა მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით და არა მხოლოდ გზავნილების თვალსაზრისით, რეალური ქმედებაც. არამედ რეალური, ანუ დედაქალაქებში პოლიტიკა არის ჩამოყალიბებული, რომ რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო პოტენციალი უნდა გაზარდოს ევროპის კავშირმა, თვითონ და არა მხოლოდ ევროპის კავშირმა, არამედ ევროპის ქვეყნებმა და ამავდროულად ეს დახმარება თუ ეს სამხედრო პოლიტიკა პირველ რიგში უნდა აისახოს ფრონტის ხაზზე, სადაც უკრაინა იცავს ევროპის თავისუფლებას, ევროპის უსაფრთხოებას, ევროპულ ღირებულებებს და საკუთარ სახელმწიფოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ეს პოზიციები დღითიდღე მყარდება და ვლინდება არა მხოლოდ ფორმალურ ურთიერთობებში ზელენსკისთან, არამედ ძალიან კონკრეტულ ქმედებებში და მათ შორის იმაში, რომ უკრაინა დღითიდღე ძლიერდება და იხვეწება მისი სამხედრო და თავდაცვის, არა მხოლოდ თავდაცვის, არამედ შეტევითი პოტენციალით, იმიტომ რომ მთელი რიგი ახალი დისკურსი წარმოიქმნა იმის თაობაზე, როგორ შეიძლება დასავლეთმა ისწავლოს სამხედრო გაკვეთილები, როგორ მიიღოს ფრონტის ხაზიდან, რომელიც რეალურად ხელახლა განავითარა ახლა უკრაინამ ნამდვილად და დრონებმა მოახდინა სასწაული ამონზე 1000 კილომეტრზე მიღმა, ესე იგი რუსეთის ტერიტორიის შიგნით შეღწეული ეს დრონები ზუსტი სამიზნეებით ყოველდღიურად აჩვენებს უკრაინის საოცარ პოტენციალს ამ ომში, მაგრამ ჩვენ ახლა ვნახეთ, რომ პეტრიოტების რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიის გადაცემა უთხოვია შეერთებული შტატებისთვის. ზელენსკის და როგორც მედია წერს, წინასწარი ინფორმაციით მიუღია თანხმობაც. პეტრიოტები არის ის, რაც ყველაზე მეტად უჭირს დღეს უკრაინას. და ამიტომ ლიცენზია რომ აწარმოოს თვითონ ეს ამ ომმა ფაქტობრივად უკრაინელებს ასწავლა, როგორ გახდეს ძლიერი, როგორ მოძებნოს ადგილზე გადაწყვეტის გზები, რომ არ ჩაბარდეს რუსეთს და ეს მას მოახერხა, ხომ? ამ ფონზე ირანისგან იცალა თითქოს ტრამპმა და ამბობს ახლა რომ აგერ უკრაინის და რუსეთის ომში შეგვიძლია პოზიტიური შედეგები ვნახოთო. არის თუ არა ეს თქვენი საუბრეთ შეცვლილ ვითარებაზე დღეს ისეთივე სარისკო ბევრი ანალიტიკოსის აზრით, როგორც ეს იყო თავდაპირველად, როცა ტრამპი მუდმივად იმეორებდა რომ პუტინის ხელშია კარტები, კოზირები. ჩვენ კიდევ ერთხელ ამ პროცესის დინამიკაში ვაკვირდებით და ასეთ ვითარებაში, სადაც გადაწყვეტა თუ პროცესის გახანგრძლივება ბევრი მოთამაშის მონაწილეობას გულისხმობს, იქ ყოველთვის გამსაზღვრელია საით არის ძალა. თავდაპირველად თლათ ასეთი აშკარა არ იყო სურათი, თუმცა როგორც იმოქმედა უკრაინამ ჯერ კიდევ ომის დაწყებისთანავე, უკვე ჩანდა, რომ იქ საკმაოდ დიდი პოტენციალის აკუმულირება მოხდება და რომ მინიმუმ პოლიტიკურ დონეზე იქ დათმობაზე წამსვლელი არავინ არ არის. ამ წლების განმავლობაში უკრაინამ ამასობაში მოახერხა ის, რომ არა მხოლოდ პოლიტიკური ცენტრის სიმძიმე,
არამედ რეალური ძალაუფლება გადაკაჩა თავის მხარეს. ამიტომ ბევრ მოთამაშეს გარშემო გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვისთვისაც და მათ შორის ვაშინგტონიდან ვისთვისაც შესაძლოა ნომერ პირველი გადაწყლის გადაჭრის ამოცანას არ წარმოადგენდეს, მათ რასაკვირველია აწონა უჭირდებათ იმისა, ახლა ვის მხარეს უნდა დადგნენ, ხო? ამ მოცემულობაში. ფაქტია, რომ უკრაინა არ ნებდება, ფაქტია, რომ ის იხვეწება, ფაქტია, რომ ის ძალებს უფრო მეტად იკრებს და ფაქტია, რომ უკრაინისთვის ზურგის ქცევა მხოლოდ გადაავადებს დროში იმ შედეგს, რომლისთვისაც ევროპის კავშირი და გაერთიანებული ევროპა და უკრაინა იბრძვიან. ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველა მოთამაშის ინტერესია, რომ ამ შედეგს თავისი, ვთქვათ, რა ვიცი, ხელი მიეხმაროს თუ თავისი წვლილი შეიტანოს ამაში. თუმცა პუტინის მხრიდან ახლა მოლაპარაკებებზე წასვლა ხელშესახები გამარჯვების არ ქონის პირობებში, რამდენიც არის სკოა თვითონ მისთვის და აი ლუკაშენკოს ფაქტორი პუტინისთვის ძალიან სერიოზული დარტყმაა და შეიძლება ითქვას იმაზე უფრო ძლიერი, ვიდრე 9 მაისს აღლუმიროვერ ჩაატარა ამერიკელებთან დარეკვისა და ზელენსკის ნებართვის გარეშე. კი, უდაოდ, იმიტომ რომ რუსეთის მოკავშირეების რაოდენობა პრაქტიკულად ყოველდღიურად კლებულობს, თუ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით გადავხედავთ, მას დიდი საყრდენი გამოეცვალა, იქნება ეს ვენესუელაში, თუ იქნება ეს სირიაში და აღარაფერს ვამბობ აღმოსავლეთ ევროპაში და სამხრეთ კავკასიაში, სადაც ის, ასე ვთქვათ, ერთის მიყოლებით ან პოლიტიკურ მარცხს განიცდის, ან მისი ლოიალური, ან მისი საყრდენი პოლიტიკური ჯგუფები, ასე ვთქვათ, ძალაუფლებას კარგავენ. ამიტომ მისთვის უშუალოდ გეოგრაფიულად სასწაულად მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ლუკაშენკოს პოზიცია, მაგრამ პოლიტიკურათაც გამსაზღვრელია, იმიტომ რომ ეს რეალურ სისუსტეს წარმოაჩენს, რისი წარმოჩენაც პუტინს სინამდვილეში უჭირს. მთელი ეს პროპაგანდისტული ომი, რომელიც მას გაჩაღებული აქვს შიგნით თუ გარეთ და ამას ქართული ოცნებაც მშვენივრად იმეორებს აქ, ემსახურება იმ მიზანს, რომ ხალხმა რეალური სურათი ვერ დაინახოს, რომ შესაძლოა უკრაინა უპირატესობით სარგებლობდეს და რომ რუსეთს შესაძლოა უკან დასახევი პირობები შეექმნას. ეხლა ეს საკმარისია თუ არა იმისთვის, რომ ხვალ მოლაპარაკების მაგიდასთან ვინმე დაждდეს? არა. ფაქტია ისიც, რომ ისინი ყველა რესურსს იყენებენ იმისთვის, რომ საერთოდ არ მივიდეს ჯერ აქამდე საქმე და კიდევ დრო მოიგონ, კიდევ ცადონ იქ, რა ვიცი, ვაშინგტონზე შანტაჟი თუ ცალკეული წევრ ქვეყნებზე შანტაჟი ევროპის შიგნით. ამის ნათელი მაგალითია ის შეტევა, რომელიც გუშინ განხორციელდა, ეს იყო ძალიან სადემონსტრაციო, სწორედ ამ G7 შეხვედრის წიმსწრებად დაგეგმილი ძალიან სტრატეგიული დანიშნულების შეტევა იყო. იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ კიდევ ძალა ხელში გვაქვს და რომ ჩვენი პირობებით გვინდა მოლაპარაკებები ვაწარმოოთ. მაგრამ ფაქტია, რომ ეს ამავდროულად სისუსტის გამოვლენა შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მათ შესაძლოა ბევრად მეტი ბერკეტი ხელში აღარ ქონდეს იმ მოცემულობაში, როდესაც დასავლეთი ტოტალურ კონსოლიდირებას ახდენს უკრაინის გარშემო. ხო, ბოდიშვიხთი არა მარტო ევროკავშირი, ევროპის ლიდერების ამ პოზიციამ მნიშვნელოვნად შეცვალა ომის სურათი ამ პოზიციამაც, იმიტომ რომ ევროპამ თქვა ძალიან ცხადად და ეს ძალიან ნათლად გამოჩნდა ვაშინგტონში ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების ჩასვლის დროს და იქ გაკეთებულმა ღია საჯარო განცხადებებმა, რომ ევროპა აღიქვამს ამ ომს მისი უსაფრთხოების საფრთხედ და შესაბამისად პუტინი უნდა დამარცხდეს უკრაინაში. ეს არის ამოცანა, რომლისთვისაც ყველაფერს გააკეთებს ევროპელები და როგორც ჩანს, მათი მოქალაქეების დიდ ნაწილს ეს სწორად ესმის და ამის მტკიცება მაინც და მაინც არ სჭირდება მოქმედ ლიდერშიპს. ამ ფონზე თუ შევხედავთ, ვინ არის აქეთ და ვინ არის იქით, ანუ ევროპა, ცივილიზებული დასავლეთი უკრაინასთან ერთად, რომელსაც აქვს საოცარი мотиваცია, ხო, დაიცვას საკუთარი ქვეყანა, საკუთარი სამშობლო და აქით პუტინი ძალაუფლებაში გამაგრებული, ხორცის საკეპ მანქანაში გასატარებელი საკუთარი მოქალაქეებით, ასე უდგება ეს ადამიანის სიცოცხლეს, სამწუხაროდ мотиваცია აშკარად არის და სიმძიმის ცენტრი აქეთ ხარის, ხო? აი აქ რა მოხდება? თუნდაც მოლაპარაკების მაგიდაზე, თუნდაც ვინ იმარჯვებს ამ ომში და როგორ
ავლენს იქონიებს თუ არა გავლენას რა მოხდება საქართველოში. ეს მინდა ახლა გკითხოთ, იმიტომ რომ ფსონი, რომელზეც ივანიშვილმა დადო თავიდანვე თავისი არჩევანი, ეს იყო რუსეთის გამარჯვება ერთ კვირაში, რაც არ მოხდა, მაგრამ მას ალბათ თავისუფლების ხარისხი სხვანაირი მოქმედების აღარც აქვს. ხო? დღეს პაპუაშვილმა გითხრა ისიც, რომ შესაძლოა განაცხადის გამოიტანონ აგერ ევროკავშირიდან და აი ეს ომი გადაწყვეტს თუ არა საბოლოო ჯამში იმას რა მოხდა. დიდწილად, იმიტომ რომ აქ საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ ბუნებრივია საბოლოო ჯამში. აქ როგორ განვითარდება პროცესები? კი, სოფო, რასაკვირველია, ეს ომი არ არის იზოლირებული ფაქტი, ისე როგორც არ იყო 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული ომი, იქნება ეს პირდაპირი აგრესია, იქნება ეს ჰიბრიდული ომის მეთოდები, თუ იქნება ეს აპრობილებული ტრადიციული გზები, ცალკეული სახელმწიფოების დესტაბილიზაცია და იქ სამხედრო წარმომადგენლობების განთავსება და ამით ამ სახელმწიფოებზე კონტროლის მოპოვება არის ერთიან კონტექსტში და ამას რუსეთი იყენებს სტრატეგიული მიზნებისთვის, მათ შორის ოკუპაციას, იყენებს სტრატეგიული მიზნებისთვის, სწორედ იმიტომ, რომ მას აი ამ გეოპოლიტიკურ ბრძოლაში საკუთარი სტრატეგიული ინტერესების დაცვა შეუძლია და წარმოუდგენია მხოლოდ მაშინ, თუ ის აი ამ პოსტსაბჭოთა სივრცის დიდ ნაწილს აკონტროლებს, განსაკუთრებით იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც გასასვლელი აქვს ზღვაზე და რომელიც მას მოსკოვს საშუალებას მიცემს, რომ თავისი ენერგო თუ ბუნებრივი რესურსები ამ გეოგრაფიული ტრაექტორიით გაატაროს, გამოიყენოს და ამით თავისი კორუფციული ჯიბეები გაიმდიდროს. ეს მისი გადმოსახედიდან სტრატეგიული პროცესია. შესაბამისად, ეს ომი არ არის არც საქართველოს წინააღმდეგ მიმართული, არც სომხეთის წინააღმდეგ მიმართული, არც უკრაინის წინააღმდეგ უშუალოდ მიმართული, არამედ ეს ომი არის დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული და დასავლური ინტერესების თუ დასავლური მოახლოვების მის საზღვრებთან და მისი ეგრეთ წოდებული გავლენის სფეროებთან. ამ მიზნით არის ივანიშვილი საერთოდ შერჩეული საქართველოში, ამ მიზნით მიმდინარეობდა სომხეთში ძალისხმევა ჩაიდო იმისთვის, რომ პაშინიანი შეცვლილიყო შესაბამისი იქაური ივანიშვილს გაემარჯვა და ამ ძალისხმევის შედეგია ის, რომ რუსეთი პირდაპირ თუ არა ირიბად დესტაბილიზაციას ცდილობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პოლიტიკური კონტექსტის, იქ რესურსი და ჰიბრიდული ომის გზებით მოახდინოს გავლენა იმ საზოგადოებებზე, რომლებიც მერე გზას მიცემენ ამ ეგრეთ წოდებულ მემარჯვენე რადიკალებს, რომელიც არის რუსული საყრდენი. ცხადია, რომ ეს არის გეოპოლიტიკური სურათი, ამავდროულად ასეთივე აშკარა რამდენადაც ძალიან რთულია აი ამ ჰიბრიდულ მეთოდებს დაუპირისპირდე, რომელიც მომდინარეობს ავტორიტარული სახელმწიფოს მხრიდან, იმიტომ რომ თქვენ სწორად ახსენეთ, რომ მოქალაქეები ევროკავშირში დამოკიდებული პოლიტიკური ძალაუფლება დამოკიდებულია მოქალაქეების ნებაზე, ავტორიტარიზმში ეს ასე არ არის. პუტინი სულ არის და არის და არის. იცვლებიან დემოკრატიული ლიდერები, რომლებსაც სახალხო მანდატი სჭირდებათ ამ ომში, რომ ბრძოლა გააგრძელონ. რაც არ სჭირდება პუტინს. შესაბამისად, ის რა თქმა უნდა ცდილობს, რომ დრო მოიგოს და გადააგოროს ეს დემოკრატიული ციკლები იმისთვის, რომ მან თავისი პოლიტიკური საყრდენი მოიპოვოს, მაგრამ სარკისებური ეფექტი ექნება, თუ პუტინი ამ მოცემულობით რუსეთი აი ამ ფორმით, როგორიც არსებობს, სუსტდება რუსეთ-უკრაინის და რუსეთ-დასავლეთის ომში, მაშინ ავტომატურად ის ერთეულები, რომელიც მის პირდაპირ გაგრძელებას და საყრდენს წარმოადგენენ და ამ შემთხვევაში კავკასიის რეგიონში ეს არის მხოლოდ ივანიშვილი, პირდაპირ ამოვარდება სურათიდან და ყველაფერი ის, რაც აქამდე რაღაც სასწორის მთლიანად მეორე მხარეს არის და უბსკრულისკენ მიდის, ავტომატურად ბალანსირდება და აღდგება ის პირობები, რომელიც იყო ივანიშვილის საქართველოში ყოფნამდე. იგულისხმება საქართველოს ევროინტეგრაცია, იგულისხმება ქართული კურსი, იგულისხმება ასოცირების პროცესი, იგულისხმება დემოკრატიზაციის პროცესი, იგულისხმება ევროკავშირის ფინანსური თუ პოლიტიკური ჩართულობა საქართველოში, რომელიც ახლა გაყინულია. და რას გაფიქრებინებთ ეს ბრიფინგი დღევანდელი? ეს არ არის შემთხვევითი ბრიფინგი, რატომღაც ასეთი შთაბეჭდილება რჩება, ეს არის თუ არა, იკითხება თუ არა როგორც მოსკოვის დავალება პირდაპირ, სულ მახსენდება იანუკოვიჩის, ასე ვთქვათ, არ ხელმოწერა, ხელის არ მოწერა, უფრო სწორად, ასოცირების შეთანხმებაზე, როგორი მნიშვნელოვანი საკითხი იყო ეს რუსეთისთვის, მით უმეტეს განაცხადი, თუნდაც ფორმალური და კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყნის ევროკავშირში, იმ პირობებში თუ ვითარება იცვლება და აქ ივანიშვილი მარცხდება, ძალიან მალე სრულდება ამ ქვეყნის ევროინტეგრაციით და ეს არაფერში არ აწყობს გრეუნდს. ამიტომ იკითხება თუ არა თქვენი აზრით, განსაკუთრებით მაშინ, როცა სომხეთში ის დამარცხდა კრემლის
სურვილები? პირველი პასუხი თქვენს კითხვაზე, შემთხვევითი ბრიფინგები ქართული ოცნების პირობებში არ არსებობს. აქ შემთხვევით არაფერი არ ინიშნება და ყველა გზავნილი არის იმ პროპაგანდისტული დიდი საერთო გზავნილის ნაწილი, რომელსაც ემსახურება და ავრცელებს ქართული ოცნება და ეს არის რუსული პროპაგანდა, რომელიც საქართველოში ვრცელდება. მეორე ასევე ლოგიკურია, რომ ეს არის პირდაპირ მოსკოვის დავალება. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია ამის საჭიროება საერთოდ რატო უნდა იდგეს დღეს, იმიტომ რომ ასოცირების პროცესი ისე შეჩერებულია. შეჩერებულია არა იმიტომ, რომ ევროკავშირმა შეეჩერა ეს ასოცირება, არამედ იმიტომ, რომ ივანიშვილის რეჟიმმა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ჩამოიხსნა ნიღაბი და პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ ვართ რუსული ერთეული და საქართველოს ევროკავშირში დაახლოებას აღარ აწარმოებს. ეს არის მათ მიერ გაკეთებული განაცხადი და მათი ყოველდღიური შემდგომი ნაბიჯები აშორებდა საქართველოს ევროინტეგრაციას, ევროპის კავშირს. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ხო? ვისთვის? ფაქტობრივად ეს საკმარისია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღეს არაფერზე არც ერთი ხელშეკრულების რაღაცა გადახედვა არ საჭიროებს, ანუ მნიშვნელობას აღარ შეიძენს, იმიტომ რომ გაჩერებულია პროცესი და კიდევ უფრო გაღრმავდება ეს შეჩერების პროცესი. ევროკავშირი იმსჯელებს იმაზე, კომისია იმსჯელებს იმაზე, ვიზა ლიბერალიზაცია გაუქმდეს თუ არა და ის ინსტრუმენტებიც გაუქმდეს თუ არა, რომელიც ასოცირების პროცესში საქართველოს მიიღო. ამიტომ სრულიად ხელოვნურად შექმნილი თემაა და რადგან ხელოვნურად შექმნილი თემაა, რომელიც კონკრეტულად დღეს დაგვიანონსეს, ესე იგი მოსკოვიდან ძალიან კონკრეტული ინსტრუქცია მოვიდა, რომ ფორმალიზებული პროცესიც უნდა შეჩერდეს, ანუ ფორმალური ინსტრუმენტებიც კი უნდა გადაიხედოს, რომ დეკლარირება მოხდეს იმისა, რომ საქართველოს აღარ არის საერთოდ ამ სივრცის წევრი. იმ მოცემულობაში, როდესაც რუსეთის სასურველი რეჟიმი ვერ ახერხებს ევროპასთან ლეგიტიმურ დიალოგს. დიდი მადლობა ნინო კალანდაძეს უსმენდით, ასეთია სტრიქონებს შორის დაფარული ამბები ხოლმე, მის ვინ როგორ კითხულობს ამას ჩვენ ასე გაწვდით, უბრალოდ არაფერი არ არის ხოლმე შემთხვევითი მართი ბრიფინგებიდან, ამაში ვეთანხმები ნინოს ნამდვილად ასეა და ყოველ ჯერზე, როცა ეგრეთ წოდებულ საგანგებო ბრიფინგს გვიანონსებენ, იქ რაღაც საფრთხეა ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და ეს ყოველთვის ასეა ხოლმე. სამწუხარო რეალობა, რომლის შეცვლაც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლია